მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვედით თქვენთან, მორიგი საჯარო გაშლით და მოდით დღეს ვნახოთ 2026 წლის ტაროს პროგნოზი ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მოусმინოთ არა მხოლოდ თქვენს ზოდიაქოს, არამედ ნახეთ მთვარის მდებარეობითაც დაბადების მომენტში და რა თქმა უნდა ასცენდენტით. ამ სამის ერთობლიობა მოგცემთ სრულ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც იშლება თქვენთვის 2026 წელს. მაშ ასე დავიწყოთ და ვნახოთ, რა შესაძლებლობებს გაძლევთ 2026 წელი ტყუპებს. აქ ახალი ადამიანები შემოდიან თქვენს ცხოვრებაში. ეს არის ახალი ენერგიების, ახალი ძალიან ძლიერი ენერგიების წელი ტყუპებისთვის. ეს არის წელი, სადაც ყველაფერი, რასაც წყალი აქვს შეყენებული, ყველაფერი, სადაც არის ეჭვები, სადაც გაჩნდა ბზარები. იქნება ეს ურთიერთობები, იქნება ეს სამსახურთან დაკავშირებული მომენტები, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემების ვისაც ქონდა, ხო? ძალიან დიდი ალბათობა არის, ძალიან დიდი შანსები არის იმისი, რომ მოგვარდეს. ანუ ყველაფერი, რაც გაბზარულია, ყველაფერი, სადაც არის პრობლემა, ეს ყველაფერი უნდა ჩამოიშალოს. ამის შესაძლებლობები თქვენს ცის კაბადონზე ნამდვილად ჩანს. ყველაფერი, რაც არ შეესაბამება თქვენს მიერ დაწესებულ ახალ სტანდარტებს. აბსოლუტურად ყველაფერი წავა. შემოვა მხოლოდ ის, რაც თქვენია, ის, რაც თქვენთვის ახლოს არის და რაც მთავარია, აქ მიდის შიშის გრძნობა. არ ვიცი, რატო რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, შეიძლება გადაწყვეტილებებს ვერ იღებდით, ნაბიჯებს ვერ დგავდით, იმიტომ რომ გეშინოდათ ხო რაღაცნაირი, შეიძლება სიახლეების შიში იყო, შეიძლება იგივე ნაბიჯის გადადგმის შიში იყო, ასევე შეიძლება იყოს ის, რომ ქონდათ ის მომენტი, რომ ღირს თუ არა, ტყუილა ხო არ ვიწვალებთ, ტყუილა ხო არ გადავდგავ თუ იმ ნაბიჯს, ხო? ეს ყველაფერი აქ იკარგება, ეს შიში ჯანსაღად მიდის, ის კი არა, რომ თქვათ, სიფრთხილე კარგოთ და საერთოდ არაფერი აღარ განაღლებთ და ეს არ არის ხო გონივრული, ხო? გარკვეული დოზა შიშის ადამიანს უნდა ქონდეს, ხო? ეს ბევრი რაღაცისგან იცავს მას, მაგრამ არა ჯანსაღი შიში. აი ეს ყველაფერი მიდის. ამის შესაძლებლობები ნამდვილად გეძლევა. ეხლა ფინანსურ მხარეს რაც შეეხება. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, აქ მზად უნდა იყოთ, ნუ გეშინიათ. აქ მზად იყავით ძალიან სერიოზული ცვლილებებისთვის. მატერიალური რესურსები მიმართულებით, ხო, ყველაფერი რაც არის, მოდის ზღვა შესაძლებლობების. აქ მთავარია თქვენთვის მიმღებლობა. ნახეთ, როგორი ამბავი არის ტყუპებო თქვენთან. თითქოს შიში გაქვთ, არ გაქვთ მიმღებლობა იმისი, რისი მიღებაც რეალურად თქვენ შეგიძლიათ. შინაგანად თითქოს განცდა გაქვთ იმისი, რომ რაღაცას არ იმსახურებთ, რაღაცა არ დაიმსახურეთ, რაღაცა არ არის თქვენი. ვიმსახურებ კი მე ამას, აი ამ ხელფასი რატო უნდა მქონდეს? ან ესეთი კარგი პარტნიორი რატო უნდა შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, ხო? აი ეს ყველაფერი უნდა ჩამოინგრეს, აუცილებლად უნდა მოიშოროთ. აქ აუცილებელია თქვენთვის საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების შეგრძნება და მიმღებლობა. არ უარყოთ, არ გაიკვირვოთ ის სიახლეები, სიკეთეები, რომლებიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მიიღეთ, დარწმუნებული იყავით საკუთარ თავში და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენ ამას იმსახურებთ, იმიტომ რომ მატერიალური თვალსაზრისით აქ ძალიან დიდი სიახლეები შეიძლება შემოვიდეს, მასშტაბური სიახლეები შეიძლება შემოვიდეს. არა იქ რაღაცა 1-2 კაპიკის და 1-2 აგურის წამატებაზე არის საუბარი, არამედ ძალიან მასშტაბურ რაღაცებზე არის საუბარი და მთავარი აქ თქვენ მიიღოთ, არ გაიკვირვოთ, არ უარყოთ. არავითარ შემთხვევაში. ძალიან ბევრი ახალი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში.
ძალიან ბევრი ახალი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომლებსაც ახალი შესაძლებლობები შემოაქვთ. და ასევე ვისაც საბუთებთან დაკავშირებით, დოკუმენტებთან დაკავშირებით, თუნდაც, ეს შეიძლება იყოს კიდევ ემიგრაცია და სასამართლო, ხო? გაქვთ რაღაცა საქმეები, ეს წელი თქვენთვის შეიძლება იყოს ძალიან დიდი წარმატების მომტანი. ანუ აქ შეიძლება მოეწეროს ხელი ისეთ დოკუმენტებს, ან მაგალითად სასამართლოში დაიძრას საქმე და თქვენ სასარგებლოდ გადაწყდეს ისეთი საკითხები, რომლებზეც უკვე დიდი ხანია ხელი გაქვთ ჩაქნეული. ასევე შეიძლება წამოიწყოთ საქმიანობა, სადაც ადამიანების დიდი ჯგუფია, იცით? აი მართოთ რაღაცა, შეიძლება შექმნათ რაღაცა ორგანიზაცია, შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება იყოს არასამთავრობო, შეიძლება რაღაცა საზოგადოებრივ საწყისებზე გააკეთოთ რაღაცა. მოკლედ, თქვენი საქმიანობა მოიტანს წარმატებას, თუ ეს იქნება დაკავშირებული რაღაცა ძალიან დიდ ჯგუფთან ადამიანების, ხო? თუნდაც ეს შეიძლება იყოს ონლაინ საქმიანობა, შეიძლება იყოს ეს გაყიდვების სფერო, ხო? ანუ ბევრ ადამიანთან, ბევრ ადამიანს უნდა აერთიანებდეს, შეიძლება რაღაცა ქსელური იყოს, აი ქსელური მიმართულებით რაც არის, ხო? ასეთი მიმართულებები ძალიან კარგი იქნება თქვენთვის, სარგებლის მომტანი იქნება. მთავარია, რომ აი საქმიანობა, რომელსაც აირჩევთ ამ წელს, იყოს მიმართული, აერთიანებდეს ბევრ ადამიანს, ხო, რაღაცა ჯგუფს ადამიანების. ეს შეიძლება იყოს ახალი ბიზნესი. ხო, როგორც გითხარით, ეს შეიძლება იყოს ონლაინ სამუშაო. მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ, ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული. აქ ისედაც თქვენთან ძალიან ბევრი ახალი ადამიანები შემოდიან, ახალი შესაძლებლობები შემოაქვთ, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში გაჩნდეს ისეთი იდეები და წარმოიწყოთ ისეთი საქმიანობა, რომელზეც აქამდე თქვენ არც კი გიფიქრიათ, ხო, არც კი გიოცნებიათ და უცებობთ და აი რაღაცა სასწაული იდეა შემოვიდა თქვენთან, რაღაცა სასწაული აზრი დაიბადა, რომ რაღაცა შექმნათ და აუცილებლად მიაქციეთ, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, მიაქციეთ ყურადღება ესეთ რაღაცებს, ესეთ სიახლეებს, რომ ნამდვილად გაგიმართლებთ და ნამდვილად სარგებლის მომტანი იქნება თქვენთვის. ნახოთ კიდევ ნახოთ. საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს ოჯახისთვის, შეიძლება ვიღაცა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტოთ, რომ წყვილმა ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად და ერთად იყოთ. ხო, დაიწყოთ ერთად ცხოვრება. შეიძლება დიდი ხანია გინდათ წყვილს, რომ ცალკე გახვიდეთ საცხოვრებლად, ხო, ოჯახი ცალკე გავიდეთ საცხოვრებლად. ამის შესაძლებლობა იძლევა. აქ საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებით გვაქვს აქ და კიდევ შეიძლება იყოს მემკვიდრეობის მიღებაც, ხო? და სხვათა შორის ისეთი, სადაც გეგონათ, რომ შეიძლება გათვალისწინებული არ იყავით, ან უბრალოდ გტოვებდნენ და გულიგწყდებოდათ და აღმოაჩინოთ, რომ მემკვიდრეების სიაში ხართ ვიღაცასთან, ხო? ბევრი მოგზაურობა, ჩემო კარგებო. ზოგადად, იცით რა არის, ძალიან აქტიური წელია. ეს არის წელი თქვენთვის სულ აქტიურობის, სულ მოძრაობის, რაღაცა სიახლეების, სულ გადაადგილების. ამიტომ მოგზაურობა ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, რაღაც ახალის მოძებნა, შეიძლება ვიღაცამ თუნდაც რამდენჯერმე გამოიცვალოთ სამსახური. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის ასიკეთოთ მოხდება, ასე რომ არ შეგეშინდეთ ესეთი სიახლეების. მთავარი არის თქვენთვის, რომ სულ უნდა იმოძრაოთ და გამოიყენოთ ის რესურსი, რაც თქვენთან შემოდის. ეს არის პირველ რიგში ახალი ადამიანები, ახალი ნაცნობები, მათ თქვენთვის ახალი შესაძლებლობები შემოაქვთ, ყურადღებით იყავით ესეთ ადამიანებთან, მიიღეთ მათგან გამოწვდილი იდეები, მათგან გამოწვდილი ხელი და მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ რეალიზდეს. შეიძლება რაღაცა ადრე ფიქრებშიც გქონდათ, დაგეგმილიც გქონდათ და არ ახორციელებდით, გეგონათ, რომ აი შიშის გზნობა გქონდათ, რომ არ იმუშავებ და არ გამოვიდოდა ესეთი რაღაცა, ხო? მაგრამ აი ხა რაღაცა ჯგუფს აერთიანებთ თქვენ, შეიძლება აქ ლიდერათაც მოევლინოთ ამ ჯგუფში, ხო, შეიძლება თქვათ რაღაცა თუნდაც მცირე ბიზნესი შექმნათ, სადაც რამდენიმე ადამიანს დაასაქმეთ, ხო? აქ ფაქტია, მარტო არ უნდა იყოთ, უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს ადამიანების ჯგუფი, მაშინ ეს თქვენთვის ძალიან კარგად იმუშავებს.
აი, ძალიან სერიოზული ტრანსფორმაციის წელი არის თქვენთვის ეს. ძალიან სერიოზული ცვლილებების. ეს არის გათავისუფლების, სიახლეების, კარდინალური ცვლილებების პერიოდი, რომელიც იწყება, პრინციპში 2026 წელი დაიწყო უკვე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაფერი თქვენს ხელშია მთელი წლის განმავლობაში. და ყველაფერი შეგიძლიათ სათქმენოდ შეცვალოთ, ანუ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი თქვენს ასიკეთოთ და აალაგოთ 2026 წელს. ყველა ბერკეტი თქვენს ხელში არის, შემოდის რესურსი, თან ძალიან დიდი რესურსი მატერიალური, შემოდიან ახალი ადამიანები, რომლებსაც ახალი იდეები და ახალი შესაძლებლობები შემოაქვთ თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ ეს წელიწადი სათქმენოდ. მე ულევ წარმატებას უსურვებ ძვირფას ტყუპებს და როგორც გითხარით, აუცილებლად მოусმინეთ ასცენდენტითაც და აუცილებლად მოусმინეთ მთვარის მდებარეობითაც, იმიტომ რომ როგორც გამმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ სამის ერთობლიობა უკვე სრულ სურათს გაძლევთ იმ შესაძლებლობების, რომლებიც შემოდის 2026 წელს თქვენს ცხოვრებაში. იმედია მოგეწონათ პროგნოზი, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.